შეიძლება სომხეთმა მიატოვოს დსთ, მაგრამ რა ალტერნატივა აქვს მას? ევროკავშირი თუ ნატო? მიუხედავად იმისა, რომ სომხებს ძლიერი დიასპორა და ლობი ჰყავთ საზღვარგარეთ, მათ არ სჯერათ, რომ ევროპას აქვს სომხეთის შეერთების სურვილი. ამასთან ერთად, არც სომხებს შორის არაა გამოკვეთილი მხარდაჭერა. მაგალითისათვის, თუ სომხეთში ევროკავშირში გაწევრიანებას დაახლოებით 9 უჭერს მხარს, სხვა კანდიდატ ქვეყნებში, საქართველოში, უკრაინაში, ალბანეთში, მონტენეგროში და ბოსნია-ჰერცეგოვინაში ეს რიცხვი 80%-ს აღემატება. არც ნატოს წევრობაა მაინც-ამაინც რეალისტური ამ ეტაპზე და არა იმიტომ, რომ დასავლეთის ქვეყნებს არ სურთ სომხეთის გაწევრიანება, არამედ იმიტომ, რომ კონკრეტულად თურქეთი, რომელიც აზერბაიჯანის სტრატეგიული მოკავშირეა, სავარაუდოდ დაბლოკავს სომხეთის ინტეგრაციის ნებისმიერ მცდელობას. ნატო კი გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე იღებს. თუნდაც წარმოვიდგინოთ, რომ თურქეთი მზად არის განიხილოს სომხეთის გაწევრიანება, ეს ამას სომხეთისაგან დიდი კომპრომისის შედეგად თუ გააკეთებს. მაგალითად, ანკარამ შესაძლოა ერევანს მოსთხოვოს ოფიციალურად შეწყვიტოს 1915 წლის სომხეთის გენოციდში თურქეთის დადანაშაულება, ან დათანხმდეს აზერბაიჯანისათვის სახმელეთო კორიდორის გადაცემას ნახჩივანისკენ, რაც გეოპოლიტიკურად უმნიშვნელოვანესია